გაიცხა და საჭირო გახდა ისეთი ყვავილები, რომლებიც უძლებენ მზეს და სიმშრალეს. ცოტა ისეთი მცენარე, რომელიც ასეთ წყურვარე მზეს, გაშლილ მზეს, მით უმეტეს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში და მის შემოგარენში უძლებს. აი საგურამოში, წავკიში, წყნეთში, თაკარა მზეზე ძალიან ცოტა ყვავილი ყვავის ასე მადლიერა. გაზანია ერთ-ერთია იმ ცოტა მცენარეებს შორის, ცოტა ყვავილებს შორის, რომელსაც მზე არათუ უყვარს, არამედ სჭირდება, მზის გარეშე არ ვარგა. ვისაც აქვს მშრალი ადგილი, მზიანი ადგილი, თაკარა მზიანი ადგილი, ცხუნვარე მზის გულზე, გაშლილი მზის გულზე, უკეთეს მცენარეს დასარგავად ვერ იპოვის. ჩემი რეკომენდაცია რჩება იყო ყოველთვის და რჩება გაზანიებთან. ძალიან მომწონს, ძალიან ვემადლიერები და ერთადერთი რაც ჩვენ გაჭირდება არის გადაყვავილებული ყვავილების გაცვლა. მრავალწლოვანია, თუ ზამთარში სიმშრალი აქვს და წყალი არ ჩაუდგება, მაშინ მთელი ზამთარი მწვანედ რჩება და ადრე გაზაფხულზე თებერვლის ბოლოდან იწყებს ყვავილობას. სანამ დაათოვს მანამდე ყვავის, ყინვების დადგომამდე იყვავილებს. შარშანი თბილი ზამთარი იყო შედარებით და ზამთარში ყვავილდა. მომარაგებული გვაქვს და ბევრი გვაქვს. გვაქვს მოზრდილი ბუჩქები, შარშანწინდელი ბუჩქები, 10 ლარად, გვაქვს 7 ლარიანი ბუჩქები და გვაქვს 3 ლარიანი ჭიტილები. აი ასეთი ზომის, ამ ზომის კონტეინერში, 600 გრამიან კონტეინერში 3 ლარად გვაქვს ჭიტილები. ეს მშვენიერი ფასია. ეხლა გაჩვენებ უკან რამდენი მილაგია და ეს რომ მორჩება, ის დაიწყებს. მთელი ზაფხული გვექნება, მე მგონი რომ ყველა შეხვდება. ის გადაბძვიალებულები რომ მორჩება, მერე უკვე დაიწყებს ეს. აი უკვე კოკორშია, ნახეთ. სანამ იმას ესევა ხალხი, ამასობაში ეს ემზადება უკვე თქვენთან შესახვედრად. ზეს ელოდებოდა, აი როგორც კი გამოანათა უკვე იწყებს ყვავილობას, აი. და ასე ერთ კვირაში უკვე ესეც ისეთ დაბუჩქული იქნება, როგორიც ისინია. აი გადასარგავები ნახე როგორია აქეთ. აი ხა იმ პატარა ქოთნებიდან დიდებში ვირკავთ. აი ნახეთ. რამდენი კოკორი მოაქვს. ერთი პატარა ციცქნა ჩითილია და როგორი შევსებული ფესი აქვს ნახე. ეხლა ამას ვგავთ უკვე დიდ ქოთნებში. ამას ვაცლით. აი ამ შეკრულ ფესს მოვაჭრით. რომ ახლები წამოვიდეს და გადავდგავთ. აი ერთადერთი რასაც ჩვენგან ითხოვს ყურადღება, აი ნახეთ, ესენი უნდა ამოაჭრეთ. აი ამაზე არ უნდა დაკარგოს თუ თესლად არ გჭირდებათ. თუ თესლად არ გჭირდებათ ეს გადაყვავილებული ყვავილები უნდა ამოაცალოთ. ამაში სულ თესლია სავს. ამაზე უპრეტენზიო ყვავილი არ არსებობს. აი უნდა ამოაჭრა ეს გადაყვავილებული ყვავილები, გუშინდელი ყვავილები უნდა ამოაჭრა. და ნახე რამდენი კოკორი მოაქვს. აი 1 2 3 4 სულ აი 5 6 გაუთავებლად ყვავს. გაუთავებლად. ასეთი უპრეტენზიო, ასეთი მადლიერი მეორე ყვავილი არ არსებობს. კარგი სტაფილოსფერი, კარგი ბორდო, ნახე როგორი წითელია და კარგი ყვითელი. ძალიან კაი ჯიშებია. ჩემმა ნელიმ და ვარდომ გამომიგზავნეს არაჩვეულებრივი ამარილისის ბოლქვები. ამარილის ყველა იცნობს წინასაშობაოდ და საახალწლოდ აყვავებენ სათბურებში. სინამდვილეში ამარილისი ახლა ყვავის. წელიწადის ამ დროს დიდი მსხვილი ბოლქვები აქვს, არ უჭირს ყვავილობის დროს გადარგვა და დიდი კაშკაშა ლამაზი ყვავილები ყვავის. ჩვენ ამარილისებს ეზოშიც ვგავთ. დასავლეთ საქართველოში რომ ეზოშია, ის არავის არ უყვირს. ნახეთ რამხელა ყვავილედები აქვს. დიდი თეფშების ხელა წითელი ყვავილებით გაიშლება ეხა სულ რამდენიმე დღეში. მეორე საყვავილო ღეროც მოაქვს. და მსხვილი 3-4 წლიანი დიდი ბოლქვები აქვს. ბევრს შეუძლია, ვისაც არ აქვს ამის საშუალება, ქოთანში გაახაროს, ჩარგას ქოთანში და შეინახოს. ვისაც აქვს იმის საშუალება, რომ ეზოში დარგას, თბილისში და მის შემოგარენში შეიძლება 3 ცალი რომ ჩარგა დიდ ბუჩქებად გადაიქცევა და ზამთარში უნდა იმ ადგილს, სადაც დარგულია, დააფაროთ. მე კრამიტებს ვაფარებ ხოლმე, რამდენიმე კრამიტს დავაფარებ.
უფრო ეფექტური, უფრო ხასხასა, უფრო წითელი, უფრო ლამაზი, უფრო რომანტიული გნებავთ ყვავილი მე არ მებულება წელიწადის ამ დროს ძალიან ალამაზებს ბაღს. მე გიჟდები ბავშვობიდან და სულ მაქვს. როცა კი მაქვს იმის საშუალება რომ მქონდეს, სულ მაგ დარგული. აი ერთი საყვავილე და მეორე საყვავილე დღე. ყველას რომელიც აი გამხელაწირებია. უთქუნები. ძვირიც არ გეს 10 ლარეგერს ერთიც არ. და გვექნება ბევრი გვაქვს ახლა მომარაგებული და სიამოვნებით შემოგთავაზებთ. ეხლა სანამ აყვავდება არა ამხლათ ისე ლამაზი, მაგრამ რომ აყვავდება მის ნახვას არაფერი არ ჯობია. 1000 ცალი მაქვს და მე მგონი ყველას გვეყოფა. შეგვხვდება ყველას. ხვალ დილიდან დავიწყებთ გაყიდვას. ჭიშკართან გვექნება და შეგიძლიათ შეიძინოთ. მე ძალიან მომწონს. თუ ქოთანში ჩასარგავად, თუ ეზოში ჩასარგავად. ეზოში როგორც გითხარით, სამთარში დაცვა სჭირდება, ბოლქვი რომ არ გაეყინოს, მე კრამიტებს ვაფარებ, 2-3 ცალ კრამიტს დავაფარებ ხოლმე და შველის მეტი არაფერი არ უნდა. თუ ქოთანში ჩარგავთ, ფანჯრის რაფაზე იყვავილებს ადრე გაზაფხულზე, თებერვალში, მარტში, ბუნებრივად და ის როცა საახალწლოდ აყვავებენ, ის ყველა სათბურში ძალით აყვავებულია და ისე ხელოვნურად აყვავებულია. რატომღაც ევროპაში ასია მიღებული, ასოცირდება შობის ყვავილთან, შობასთან და საახალწლო ამბავთან, მაგრამ ჩვენთან ბუნებრივად ახლა ყვავის მაისში.